წარმოიდგინე. შენს წინ დგას ადამიანი, ზუსტად შენნაირი, გონით, სხეულით, ოცნებებით. მაგრამ ის ცხოვრობს კოცონთან, ტყავებში გახვეული, ქვის იარაღით ხელში. და ასე გრძელდება. არა 1 საუკუნე, არა 1000. არამედ სულ მცირე 300,000 წელი. ეს ადამიანი, Homo sapiensi, ანატომიურად თანამედროვე ადამიანია. ის ქმნიდა იარაღებს, მარხავდა მიცვალებულებს, ხატავდა კედლებზე და, შესაძლოა, სწამდა რაღაც ამ ქვეყნიურზე მეტის. მაგრამ ის არასოდეს აშენებდა ქალაქებს. არ იცნობდა ანბანს. არ წერდა წიგნებს. არ სვამდა კითხვებს კოსმოსზე. და უცებ ყველაფერი იცვლება. დაახლოებით 6,000 წლის წინ, რაც მხოლოდ წამია ჩვენი არსებობის მასშტაბით, ადამიანი იწყებს ცივილიზაციის შექმნას. ვითარდება მეტალურგია, ჩნდება ქალაქები, იბადება დამწერლობა, ჩნდება კანონები, სახელმწიფოები და ერები. თითქოს ვიღაცამ დროის ღილაკს დააჭირა. და ცივილიზაცია ჩაირთო. ყველაზე უცნაური. ეს ყველაფერი სხვადასხვა ადგილას ხდება თითქმის ერთდროულად. შუმერში ჩნდება ასტრონომია და კანონის კოდექსები. ეგვიპტეში პირამიდები და მსოფლმხედველობა სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე. ინდოეთში სოფლის მეურნეობა, რიტუალები და ქალაქები. მეზოამერიკაში კალენდრები და ღვთაებრივი სიმბოლიზმი. საიდან და რატომ, არც ერთ მათგანს არ აქვს ხანგრძლივი წინა ისტორია. ისინი უბრალოდ ჩნდებიან. რას ამბობენ ამაზე მეცნიერები? ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. რომ ჩვენ გვჭირდებოდა საკმარისი რაოდენობის ადამიანური რესურსი, კლიმატის სტაბილურობა და სოფლის მეურნეობის აღმოჩენა. სწორედ მაშინ ყველაფერი დაგროვდა და ცივილიზაციის შექმნის პროცესიც დაიძრა. მაგრამ ეს ვერსია არც ისე უნაკლოა. რატომ? იმიტომ რომ რესურსები და კლიმატი ცვალებადია ყოველთვის. და თუ ცივილიზაციას ერთ დღეს შეეძლო დაიბადოს, რატომ ვერ დაიბადა მანამდე? რატომ სჭირდებოდა ბუნებას 300,000 წელი გახურებისთვის? არის სხვა, ნაკლებად პოპულარული იდეებიც. ზოგი ამბობს, რომ ადამიანს შეიძლება დაეხმარნენ. პალეოკონტაქტის თეორია ამტკიცებს, რომ გარე ძალამ, იქნებ უცხო პლანეტურმა, ან წინამორბედმა ცივილიზაციამ მოახდინა ადამიანის განვითარების პროვოცირება. არსებობს ჰიპოთეზა ცივილიზაციის წინა ციკლების შესახებ, რომ ჩვენამდე უკვე არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც გაქრა და შესაძლოა არაერთიც კი. ამ ჰიპოთეზას პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს მითები წარღვნაზე, რომელიც ყველა კულტურაში გვხდება და უამრავი უცნაური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ეჩუქეშაყენებს ჩვენს ცოდნას წარსულზე. მაგალითად იგივე დოლმენები და სხვა მეგალითური ნაგებობები. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ბუნდოვანია, კითხვები რჩება. რატომ დაიწყო ისტორია ასე გვიან? და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? იქნებ კაცობრიობა არაერთხელვე განვითარდა. და მერე ყველაფერი დაკარგა. ან იქნებ ჩვენ ცივილიზაციას იგივე ბედი ელის. და წინ მომავლის ნაცვლად ისევ ქვის ხანა გველოდება. დაწერე კომენტარში, რას ფიქრობ კაცობრიობის მომავალზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს. და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.